აი ვიტყვი ახლა იმ ჯადოსნურ სიტყვას, რომელიც არავის არ უყვარს და არც მე არ გიждები სიტყვაზე პასტერიზაცია. პასტერიზაცია მარტო ყოველს კი არ ჭირდება, თაფსაც ჭირდება და ბევრ პროდუქტს ჭირდება. პასტერიზაცია რა არის? რაღაცის გაცხელება, მერე ჩამოყვანა ტემპერატურის და ამ ტემპერატურული რეჟიმის დროს ის პათოგენური ბაქტერიები გვხვდება და შენ დაცული ხარ, რომ დაავადება, რომელიც ვეტერინარული არის ამა თუ იმ რძეში, ამა თუ იმ ნედლეულში, მარტო რძეზე არ არის ლაპარაკი, იგივე თავსაც ჭირდება პასტერიზაცია, ის დაავადებები ნადგურდება, ის ბაქტერიები ნადგურდება. უსაფრთხო რო იყოს პროდუქტი. უსაფრთხო და უვნებელი რომ იყოს, მაგრამ ნახეთ ევროპაში მაგალითად საფრანგეთში იყო ძალიან დიდი ესე ვთქვათ საფრანგეთს უყვარს რევოლუციები და ერთ-ერთი რევოლუცია შეიძლება გამომხდარი იყო რძის რევოლუციაც, იმიტომ რომ მათ კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწიეს და არა მარტო საფრანგეთმა, ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ მათ თქვეს, რომ ჩვენ 300 წელია ვაკეთებთ პასტერიზაციის გარეშე. არ მინდა, არ გავაკეთებ პასტერიზაციას, მაგრამ მაშინ სახელმწიფო ეუნება რეგულატ დიდი ქარხნები თუ დიდი არა საოჯახო არის არტიზანული ყველი და არის ინდუსტრიული ყველი. ჩვენც ამ კატეგორიის ქვეყანა ვართ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი და არჩევანი არტიზანული ყველი გვინდა, ანუ სოფლის ყველი, family-ში სასაც ეძახიან, ოჯახის ყველი, ხელის ყველი, ბევრი რამე ქვია ამათ სინონიმები, ბევრია თუ ინდუსტრიული, ხო? ინდუსტრიულ ყველში მთავარი მოთხოვნა არის პასტერიზაცია. მთავარი პასტერიზაცია კი არა, ორმაგ პასტერიზაცია, დისტილიზაცია თუ რაღაცა ქვია ტერმინი არ მახსოვს, მაგრამ აი ორჯერ უნდა გააცხელო რძე და მაშინაც კი არ ახარ გარანტირებული. მაგრამ რა ხდება? ამ პათოგენურ ბაქტერიებთან ერთად ის კეთილშობილი ბაქტერიები, რასაკურველია, კვდება და საგემოვნო თვისება ნახევრდება. თუ